გამარჯობათ პატიცემულო ტელემაყურებლებო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის სახელით. ეთერშია გადაცემა ჩვენი უფლებები, რომელიც როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, შეეხება დევნილთა სამართლებრივ მდგომარეობას. მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც პირველი გადაცემის შემდეგ დაგვიკავშირდნენ და მოგაწოდეს მათთვის საინტერესო შეკითხვები. აღნიშნული შეკითხვების სტატისტიკის საფუძველზე ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადდა მორიგი გადაცემა. ამ გადაცემის მსვლელობისას თქვენ შეიტყობთ თუ რა შეღავათებით სარგებლობენ დევნილები ელექტროენერგიის მომსახურებასა და ტრანსპორტზე. საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 18 მუხლის მეორე პუნქტის B ქვეპუნქტის თანახმად ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში განსაზღვრულია 4 ლარი და 75 თეთრი ერთი დევნილის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი. აღნიშნული თანხით უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ დევნილის მიერ ერთი დევნილის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 50 კილოვატი-საათი. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განმარტო, რომ ერთი დევნილის მიერ, ესე იგი ოჯახში თითო დევნილის მიერ, თითო პირის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ლიმიტი შეადგენს 50 კილოვატ-საათს, რომელიც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. ხოლო ამ ლიმიტის მეტად მოხმარებული ელექტროენერგია უკვე უნდა იქნეს ანაზღაურებული უშუალოდ თქვენს მიერ. ამასთანავე მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული წესი და აღნიშნული ლიმიტით არ სარგებლობენ კერძო სექტორში ჩასახლებული დევნილები. იგი ვრცელდება მხოლოდ ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში მცხოვრებ დევნილებს. რაც შეეხება ტრანსპორტს, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 3 იანვრის ნომერი პირველი ბრძანების თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლება. ყველა კატეგორიის მატარებელზე ტარიფის 50%-იანი ფასდაკლებით. ბილეთების გაცემის წესი კი წარმოებს შემდეგი წესის თანახმად. ბილეთები, შეღავათიანი ბილეთები გაიცემა რკინიგზის სადგურის ბილეთების სალაროში თქვენს მიერ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე, რომლის ნომერი აღინიშნება ბილეთში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბადაგასულ მოწმობაზე აღნიშნული ბილეთები არ გაიცემა. ხოლო რაც შეეხება საქალაქო ტრანსპორტს, თქვენ გაქვთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლება, რომლის ხარჯები საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 18 მუხლის მეორე პუნქტის D ქვეპუნქტის თანახმად უნდა ანაზღაურდეს რაიონის ბიუჯეტით. ამასთანავე მინდა გავაცნოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის ნომერი 252 ბრძანება მომუშავე პენსიონერებზე პენსიების გაცემის წესის შემდგომი სრულყოფის შესახებ. აღნიშნული ბრძანების თანახმად შემდეგ პირებს კერძოდ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, რეპრესირებულებს და მათი ოჯახის წევრებს, ქალაქ თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულებს და დაინვალიდებულებს უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობის პერიოდში მიიღონ პენსია მიუხედავად ხელფასისა. აღნიშნული ინფორმაციით ჩვენ ვამთავრებთ ჩვენს გადაცემას და გემშვიდობებით იმ იმედით, რომ ამ გადაცემის შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ საკუთარი უფლებების რეალიზაციას და კვლავაც მოგმართავთ თქვენთვის საჭირო საკითხებზე, რაზედაც მომავალ გადაცემაში გაგცემთ ამომწურავ პასუხს. ჩვენი მისამართია გორის სტალინის ქუჩა 18, ოთახი 10, ხოლო ტელეფონი 216 98. გთხოვთ მოგმართოთ და კარგად ბრძანდებოდეთ.